ებრათ რომ ერთნაირად დააწყონ ერთი ფერის რაღაცეები დაუშვათ ან გაასწორონ ყველაფერი სიზუსტით სულ რაღაც დაითვალონ. სხვათა შორის ახლა ბავშვობაში მეც მქონდა ეს რომ მიდიხარ რაღაც ან ფილაქნები რო არიან რაღაც ფილები და სულ რო გინდა ერთ ეგივე ფერს დააბიჯო. ისე რო არ უნდა გაიარო რომ ააჭრელო ასე ვთქვათ შენ სიარულისას. ხო გინახავთ ესეთი ადამიანები? ყოველ შემთხვევაში კი როგორ არა ძალიან ბევრი ბავშვები მოზრდილები ბავშვობაში მე მქონია. ვინახავს და სხვათა შორის ეს ქცევა ფსიქოლოგიაში არის ცნობილი როგორც ობსესიური კონვულსიური აშლილობა. ძალიან კარგად არის შესწავლილი, კურნალობაც ჭირდება. ფსიქოლოგები ძალიან აქტიურად არიან დაკავებულები ამ აშლილობის კურნალობით. ობსესიური კომპულსიური აშლილობა, იგივე OCD არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანებს თავის და უნებლიეთ უკონტროლოდ უჩნდებათ სხვადასხვა აკვიატებული აზრები. აი მაგალითად მათ აქვთ ესეთი შფოთვის შეგრძნება, შიშის შეგრძნება, ასევე დანაშაულის შეგრძნება და სხვა ნეგატიური ემოციები. ეს აიძულებთ მათ გაიმეორონ სხვადასხვა რიტუალები, სხვადასხვა ქმედებები, რომლებიც განმეორებით ხასიათის ატარებს. მინდა გითხრა რომ OCD არის ერთგვარი დარღვევა ფსიქიკაში, რომელიც ვლინდება სხვადასხვა გამოვლინებებით. რა თქმა უნდა, ეს გამოვლინებები შეიძლება იყოს ზოგი ნეგატიური და ზოგი პოზიტიური, მაგრამ ის გარკვეულწილად აისახება ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. OCD დაახლოებით მსოფლიო მოსახლეობის 2.5%-ს ახასიათებს. დაახლოებით 40 კაციდან ერთ შეიძლება ჰქონდეს. ეს მდგომარეობა ძირითადად ვლინდება ბავშვობის ან მოზრდილობის ასაკში, მაგრამ იშვიათად გვხვდება 40 წლის ზემოთ. ძირითადად ქალებში უფრო ხშირად გამოვლინდება ვიდრე მამაკაცებში. უფრო წესრიგები ვარ და იმიტომ? ვითომ? შეიძლება. ხო, იმიტომ რომ წესრიგთანაც რაღაც კავშირშია. ხო, აი რო გავმარტოთ ობსესია ზოგადად არის რაღაცა შეპყრობა აი ამ სურვილით და ფიქრით, რომელსაც აცნობიერებ, რომ არ არის მაინც და მაინც ჯანსაღი და ლოგიკური, მაგრამ ვერაფერს ვერ უხერხებ და მაინც ვერ აკონტროლებ ნამდვილად და მაინც აკეთებ იმას, რითიც ხარ შეპყრობილი და კომპულსია არის სწორედ აი ამ აზრების განხორციელება, ხო? მე რომელსაც ახორციელებ დაუშვათ ვიბანთ ხელს დაუსრულებლად, იმიტომ ფიქრობთ რომ ის სულ დასრულია, ან რაღაცებს მუდმივად ვასწორებთ, იმიტომ რომ ფიქრობთ რომ ის უნდა იყოს ძალიან სიზუსტით ალაგებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ საკმაოდ შემაწუხებელი ხდება ალბათ, ხო, ეს დროთა განმავლობაში ეს განსაკუთრებული მოთხოვნილება, ასე ვთქვათ. ძალიან შემაწუხებელია მაგალითად აი გარეთ სეირნობის დროს შეიძლება უცბად გაგახსენდეს რომ სახლში მაგალითად წყალი გაქვს მოშვებული დატოვებული. ან ყველა სულ ხასიათზე დააყენებს ეს, მაგრამ ამათ რეგულარულად ეს ფიქრები აწუხებთ, გამიგე? ანუ ხوار დამჭაუთო ჩართული, ხوار დამჭა ესეც იმის ნაწილია. დაახლოებით, ხო? მართლა? ეს მათთაგანია, კი ბატონო. ცხოვრებაში ყველას ქონია ესეთი შემთხვევა, მაგრამ აი ეს თუ რეგულარულ ხასიათს იღებს და ხშირად, შენ როგორც თქვა, შემაწუხებელი როდესაც ხდება, უკვე მაშინ აი ამ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე და ამ მდგომარეობას ქვია OCD. ზოგადად ამ ობსესიური კონვულსიური შფოთვების მქონე ადამიანების უმეტესობას გათვითცნობიერებული აქვს ის, რომ ეს არ არის სწორი და თითოეულ მათგანი განიცდის კიდევაც მას და არ ჭირდებათ რომ ეს გააკეთონ, მაგრამ თავის შეკავების შემთხვევაში ამ ადამიანებს უჩნდებათ უფრო მეტი შფოთვა და დანაშაულის შეგრძნებაც კი რა თითქოს რაღაცა დააშავეს და არ გააკეთეს. ანუ ძალას ატანენ თავის თავს, რომ თქვათ არ გააკეთონ ის, რასაც ხვდებიან, რომ რეალურად მართლა არ არის ხა საჭირო და ისე, მაგრამ აი წარმოიდგინე, მათ უარის მდგომარეობაში ვარდებიან, თუ ეს არ გააკეთეს. მოკლედ ძალიან დიდი დისკომფორტი იქნება თვითონ ამის კეთებას და მერე ის განცდები, რომელიც ახასიათებს ან მის გაკეთებას, ან მის გაუკეთებლობასაც. მოდით ვასაუბროთ ადამიანი, ვისაც განუცდია მსგავსი მსახიობი გიორგი მახარაძე. მოდი გიორგი. როგორ ხარ? გამარჯობა, კარგი. რამდენი ამბები გაქვს მოსაყოლი ჩვენ? ხო, უამრავი. ჩვენთვის საინტერესო ამბები, რომელიც ჩვენი ამბებია. დაუცილებლად გიორგის წყალი მინდა წყალი, კი. დალიეთ წყალი მთის და შეივსე ქართული მთის ძალით. OCD-ს გარკვეული გამოვლინებები ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებში და ეს არის სავსებით ნორმალური, მაგრამ ეს ყველაფერი თუ აი რეგულარულ ხასიათს მიიღებს, ეს უკვე პრობლემაა, რა თქმა უნდა. რაც თავარია თუ მოზრდილ
ასაკში გაგრძელდა, უკვე აშლობასთან გვაქვს საქმე. და შენ მინდა გითხოთ, აი შენ როდის შეამჩნიე პირველად აი ეს გამოვლინება და ეს მდგომარეობა? ანუ მეც აი ხა ბავშვები რახან ახსენე თავიდან იმით დავიწყებ, რომ ანუ რაღაც შეიძლება ხა პატარა ასაკის ბავშვისთვის ის იყოს რაღაც მისაბაძი თუ რაღაც ნუ საკუთარი გამოცდილებიდან მომბობ ამასაც რა და ანუ არაფერი კარგი არ არის მე წიკებს ესეთ ვეძახი რა წიკებს დაუძახებ მაგაში არაფერი მისაბაძი არ არის და ასაღები არ არის და მე ძალიან ბევრი ეგრე ავიღე ვიღაცეების წიკები და ეხლას მაგალითად ჩემ შულს რაღაცები აქვს რა ისეთი უმნიშვნელო მაგრამ აი რომ მომიყოლია ჩემი წიკები რაღაცები მოეწონა თუ რაღაც და შეიძლება თვითონ დაიწყოს და ანუ აი მაგიტო ვთქვი რომ ანუ ის არ არის სამაგალითო რაღაცა არ არის რა მე ჯერ გითხრა რა საკეთებ თუ რაში გამოვლინდება შენი ეშვება რამე თუ გაგიგიათ ყველაფერი მქონია რა მაგალითად აი რავი რაღაცების დაალაგება ანთება ჩაქრობა დათვლა იმაზე მიდება ამაზე მოდება ანუ იცვლის ხასიათს შენი ეს ანუ როგორ იყო იცი რაღაცა ანუ პირველი როგორც მახსოვს რაღაცა ეზოში ერთ-ერთმა რაღაც გააკეთა და ეგ გავაკეთე მე ავიკვიატე ეგ ანუ უკვე ვაკეთებ და უკვე მაწუხებ და ანუ რო არ გამეკეთებინა მე ვიღაცამ მოყვა რაღაც კიბეებს ვითვლიო ეგ დავიწყე მე ვიღაცამ მოყვა აი ამას ფეხს არ ვადეფო ეგეც დავიწყე მაგრამ ანუ არაფერი ეგენი ძალით აღარ ვაკეთებდი უკვე აი რო არ გამეკეთებინა მაწუხებდა რა ის არ მქონია ეგეთებიც რომ აი ხა ამას თუ არ ვიზავ რაღაც დედა მომიკვდება თუ რაღაცა რა მაგრამ აი მაგის გამო ეგეთი რაღაც დათქმების გამო აი ვერც ავხსნი რა აი იქ რო არ მივადო ფეხი აი იქ მაწუხებს რაღაცა რა აი ესე ვერა ანუ ის რამე ცუდად რამე მოხდება აი რო არ გასვენებს რა აი უფრო აი ეგ რა ერთ პერიოდში ძალიან ბევრი მქონდა მართლა აი წენა გისმენდით და აი შემაწუხებელი იყო რა იმიტომ რომ აი 10 სხვადასხვა რაღაცას ერთად ვაკეთებდი მე ისე მქონდა გამჯდარი რომ აი ხა ვერავინ ვერ შეამჩნევდა იქ შეიძლება 1-30 წიკი გამეკეთებინა ოღონდ აი ესე ხალხი ვერ შეამჩნევდა ხო რა მალავდი პრაქტიკულად არა აი ძალიან აი გამჯდარი რა რაღაცას ვეტყოდი ეხაც რაღაცებს ვაკეთებ კი რაღაცას ვეტყოდი და თან გავაკეთებდი ვერც მიხდებოდა რომ გავაკეთე ნახე ხა წარსულში ამბობ ეს როგორ გადააეჩვია რაღაც კონკრეტულ მაგალითად ხო ანუ რაღაცებს მაგრა ვეჭიდავე რომ არა ხო რა ანუ შენ თავზე არის სამუშაო იქ თავიდან ბოლომდე ალბათ და ნუ ახლა გააჩინა ფორმას ალბათ არ ვიცი შეიძლება ჩარევაც იყოს საჭირო რა. ბავშვობიდან წამოვიდა შენი ეს შვებები. კი და ეხლა ერთ-ერთ ზაფხულს ავკრიფე 1-10 სხვადასხვა რაღაცა მოვიმარაგე და დავიწყე ყველაფრის კეთება ერთად რა. ინგლისურის მასწავლებლებს უხაროდა ჩემი მისვლა ეს არეული ქონდა მაგი და რომ გამოვდიოდი აი დაწიკწიკებული ქონდა მთელი მაგი და ისე შუქის ანთება ჩაქრობა მქონდა სასამართლოზე მაგ შუქი ჩამქრალი ის ტკუპ რა აი ტკაპ რა ანუ ორჯერ უნდა მოხდეს რა კარგი ხმა კარგად უნდა ქნას ეს რბილად არა რა და სანამ კარგად არის ას უნდა გააკეთო არა მე მინდა რომ გავიგო ანუ აი წელწილის ადისმე აი მაკმაყოფი ეგ მიხსნიდა რა იმ მოთხოვნილებას ხო რა აი დროს არ გაკარგინებდა ეს ყველაფერი? აი არ გიფიქრე. აი ხო გითხარი ის პერიოდი როცა ძალიან შემაწუხა აი მან შეიძლება აი აქედან იქამდე 20 წუთი დამჭირებოდა რომ ვიშული რომ გზაში სხვადასხვა ესე ვთქვა და აი ხო აი ესეც და აი მე თვითონ მღლიდა უკვე რა მუშაობის დროსაც გქონდა აი მაგალითად რაღაცა იმაში ხარ ეხლა რაღაცები რაც მაქვს ხო ეხლა უკვე აი მე თვითონაც ვეღარ ისე ვაკეთებ რომ არა ნუ ეხლა ძალიან ისეთ ფორმებში მაქვს რა დახვეწილია აი რაღაც გავილი და შეიძლება მივადო უბრალოდ რაღაცა ფეხი მიუბრუნდე და აი გავაკეთო და იქ დავრჩე რაღაც საქმე გააფუჭო მაგის გამო აღარ არა ხო ბევრი რაღაცები მოუხსე აი თვლა და რაღაცები მაინც დამრჩა ხო რა არ იცი რა სიტყვი უბრალოდ იცი რაღაცა ამდენ არა აი რაღაც უცებ რო ავირბენ კიბეზე 2-4-6-8 აი ესე ავრბიო შიგნით ვითვლი ეხა ეს ხო არ არის შემაწუხებელი შეიძლება მეც და მე ეგენი და არა
არ არის ეგ. არა, მაგრამ რაღაცებზე ესე დარდებები, ხო, აი ძალიან რო ასწორებენ, ეს მინახავს ძირითადად ფილმებში მინახავს. აღარ აი ძალიან აღარ მიუყვები რა, მაგ აი თქვათ ბავშვობაში თუ აი შეიძლება ჩავეთრიე და თვითონ რაღაც მეკეთებინა, ეხლა ნუ ეხლა უფრო ზედაპირული სუბუქი ფორმა. აი ეს ღობე დაითვალე რამდენი წელი. არა, ეგრეა. ანუ ესე იგი ამას თუ აი ეს ანუ ჩვენ დაგვითვალე რო 4 ვარ ვიცი, არის იცი? ალბათ კიბეს რო ავრბივარ, მარტო კიბეს ვითვლი რა. ისე აი ფოთლები იქ რამდენი დევს. ერთ-ერთ ჩვენ მეგობარს აქვს ეგ დათვლა, რაცაც არ უნდა კითხო. აი რაზეც არ უნდა კითხო, არა, ანუ იწებს თვლასთან. დიდია უკვე საკმაოდ, ჩემზე დიდია რა. და რუსთავში გქონდა რაღაც გადაღება იქ მანქანაზე. ხო. და იქ აწყვია ისინი საბურავები, ალბათ, არ ვიცი, აი 9 კილომეტრზე რა. და მაგ დღეს თქვა რომ აი მაქო რომ აი რამესო თუ ისეო, ჯერ ოფისში რაღაცები ვათვლებინე. და იქ რომ მივედით, აუ აქ მეთქი ნეტა რამდენი საბურავი დევს მეთქი და და შეჯიბრი და დაიწყო მართლა და ანუ ცოტა არ მჯეროდა ეხლა მაგას რო იზავდა რა, იმიტომ რომ არ ჩანდა ბოლოში ეს სად თავდებოდა არ ჩანდა რა. და დაითვალა რაღაც 6000 რაღაცა საბურავი დათვალა. თან ესე იწყებდა 1 2 3 4 5 5 იდო მე გაუმარტივე ცოტა რომ 5-5-ად დაითვალე მეთქი და 1-20 წუთი ამას ითვლი. ეგეთი ამბები. ეს კომფორტი იქნებოდა მისთვის. თუმცა შენ ის გამოიყენე და შენ სიმად აქცია შენ ერთგვარ გართობად. შენ ქონიათ ის კომფორტი? აი ამ ჩვევებით თუ ამ აი რაღაცეებით. მაგ პერიოდში აი ბავშვობაში რაღაც მონაკვეთში აი ყველა ერთად რომ მოვიმარაგე. აი მაგან შემაწუხა რა. და ნუ მაგის მერე დავიწყე მე მუშაობა და უკვე აი ნუ ეხლა რაც მაგ ეგ ცოტა ისეც არის შემიძლია არც გავაკეთო, მაგრამ ნუ და შენ თქვი სასამართლო დარბაზშიც მაგ შუქი ჩაკ. სასამართლოში ჩავაქრე შუქი. ანუ რას ნიშნავს? შეგიძლია მოგვიყვას. პროცესზე ვიყავი და დამთავრდა და სად დაინახე, სად იყო შუქის და გამოდიოდით და გამოსასვლელ კარების გვერდზე ის იყო. და ნუ ბევრი ხალხი იყო და ეხლა იქ ვერავინ ვერ გაიგებდა მე ჩავაქრე თუ ვინმე მიედო და თქო პულსებს ჩავაქრე ჯერ არ ყავდათ გაყვანილი თან. ანთება არ შედიოდა მაგ არა, ჩავაქრე ავანთე, მაგრამ აი რო ჩავაქრე მაგ დროს მაგარი პანიკა იყო. რა მოხდა? დივერსია რაღაც. კიდე რაღაც ტაშზე ესე აი რაღაცაზე მქონდა ბანკში ვიყავი იქ აპლოდისმენტები. ტაშზე უკრავდი. აი რაღაც აი ხმა უნდა ჩამესვა რა. და ეგ ვერ ვქენით რა. და ისე გამოვიდა რომ ვიჯექი და უკრავდი მიყვებდი რა ხდება. ითხოვდი ტაშ, სახიობი კაცი აყვა ხო ალბათ მე. ანუ შენით მოერია ამ ყველაფერს, გიგწდია მკურნალობა ან რაიმე ტიპის ჩარე. აი რაღაცეებში თან ვიზიტი თუ. კი მქონია ბავშვობაში რა, მაგრამ აი რა ხდებოდა ეგრე არ მახსოვს რა, აი რა იმის ჩარევა იყო. მაგრამ მახსოვს რომ აი მაგ პერიოდში ეგ პრობლემა იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაც, ანუ ის კი არ იყო პრობლემა რომ აი შემოგეხედა და რაღაცებს შვებოდი. მე თვითონ წუხდებოდი, თორე ეს შეიძლება ვერც გაგეგო რომ რამეს ვაკეთებდი რა. მშობელმა იცოდა? კი, აბა. იცოდა ხო? საკმაოდ კურსი იყო ისიც, ანუ ხა მშობელმა იცოდა ინგლისურის მასწავლებელთა რომ მიდიოდა და ულაგებდა მაგივრად. ხო, მაგრამ ის მოწონდა რომ აი ესეთი კოპცია, აი ნახეთ მოსწავლე იტყოდა ის ხო რა, კარგად ალაგებს. აი იმათ არ ყოფილა რაღაცა ვაიმე, რაღაცა ტრაგედიაც, მაგრამ მე აი მახსოვს რომ რაღაც პერიოდით ძალიან შეუწუხები ვარ რა. მოგეთ იმკურნალე თუ არ იმკურნალე? არა. თვითონ დაძლე. არა, ეხლა ეს ისეთი შემთხვევა არ იყო ეხლა რომ რაღაცა სხვა საწუხები არ თვითონ მანერული და ისინი არ მქონია აი რაღაცა თქვათ რაღაც სახითან რაღაც ბეჭით რაღაც ის კეთება. ისე საინტერესო იქნება ფიზიკური ციკები არ მქონია ხო. ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ შეგვიძლია რომ ჩამოვთვალოთ აი ობსესიების ყველაზე ხშირი გამოვლინებები რა არის. და ეს არის ჭუჭყის და ბაქტერიების შიში, ვირახავს ხელებს რო იბანენ. ხო, ეგეთი რაღაცებიც არ მქონია. მე უფრო აი შეხებით რაღაცეები მქონია. ასევე აი კიდე რა არის, რომ აი რაღაცის დავიწყების შიში მაგალითად
თქვათ უთო ან წყალი, წეგან ვახსენეთ რა, ვიზახოთ რა, სახლიდან გამოხვედი და უთო და წყალი ვაიმე ხომარ დამრჩა და ანუ ბრუნდებიან და ასე შემდეგ. კიდევ არის პერფექციისა და სიმეტრიის მნიშვნელობის გადაჭარბებული ახმა ეს. აი ნიკოლსონი რო თამაშობს ფსიქები რო აქვს ბევრი. აი კინოში აი რასაც აკეთებს, აი ყველაფერი მქონია რა. მეგონა რომ ჩემზე გადაიხეს. ანუ მაგ ფილმის მერე ქონდა რა ნახე? არა, მაგრამ ნახე და საიდან იციან ესენი. ჩემი სცენარი. Don't touch. Get alive. What? Don't touch. Hey. ასევე გადაჭარბებული ცრურწმენებით და აი ცრურწმენები სხვათა შორის და აი დათქმები ამ წიკების საწინდარი არის რა, იმიტომ რომ აი მას თუ არ ვიზავ ეს მოხდება, ეგ უკვე ეგ არის. ანუ კატამ გადაგირბინა და რაღაცა. ძაღლი მოყვება. აი სახლიდან რომ გადიხარ სარკეში უნდა ჩაიხედო. რა თქმა უნდა, უნდა ჩაიხედო, ისე უნდა გამოხატო. აი ჩემი მეგობარი არის ესე რომ მივდივართ ხოლმე. ჩემი რო გიდეს უნდა დაждდე და ისე წახვიდე მერე და რა. ჩემი მეგობარია ესე რომ მივდივართ ხოლმე, უცებ გაიხედები აღარ არის და ერთი 10 მეტრით უკან არის დაბრუნებული და იქ რაღაცას იზავს, მოიცა, რაღაცას იზავს, მერე მოდის. აი ეგეთ რაღაც ხო რა, ანუ მე იქვე ვიშორე. შენ უფრო კომფორტულად. ხო რა, მორგებული. შენს იქვე გაკ. მორგებული. ხო, ანუ ირკვევა რომ ყველას გვაქვს რაღაც სახის, უბრალოდ გააჩნია რამდენად შემაწუხებელი, რამდენად ხშირია ეს. შეარსებობს და ძალიან შემაწუხებელია კი არა, აი. და ეგ ჩვევი თან აი თვისება რა სხვის რაღაცებს. ამიტომ არ მოუყვეთ ერთმანეთს. მიმბაძველობა. ხო, მიმბაძველობა კი, მაგაში და მე გიჯდება ძალიან რა. გამოწვევი მიზეზი აქვს ამ რაღაცებს თქვენ როგორც მე მგონია რომ რაღაც სტრესი თავისაშვება რა. ეხა მაგალითად თუ გამძაფრებია, აი რაღაც ნერვიულობის დროს უფრო გამძაფრებია რა და მაგიტო ანუ ყველა ვარიანტში რაღაც სტრესი არის მაგის რა. ტრიგერი, გამშვები მექანიზმი. კი. და გარემოება რა, ბევრი რაღაცა მოქმედებს ჩემი აზრით. ნამდვილად სტრესი ძალიან წამყვანი როლი უჭირავს ამაში და გარდა სტრესისა გენეტიკური ფაქტორები მოქმედებს ამ ყველაფერზე და ასე ჰორმონალური დისბალანსმაც შეიძლება აი ეს ამ მდგომარეობამდეც მიგვიყვანოს. ჰორმონალურიც და ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმაც. ხო, ფსიქოლოგიური ალბათ უმეტესად რა. ნუ ახლა გენეტიკურის არ ვიცი და ფსიქოლოგიური ფაქტორები ყველას აქვს ესეთი რაღაცა გამოუწვევები ასე ვთქვათ, რამაც შეიძლება ბავშვობაშიც რაღაცა ეხა მაგ პერიოდში გარეთაც და ყველგან საკმაოდ სტრესული სიტუაცია იყო და ეგეც თავისთავად იქნება. კიდე კარგად ვართ. ხო, მე მგონი რამდენი რამე გვაქვს გადატანილი ასე ვთქვათ. სტრესი იყო თავიდან ბოლომდე ყველაფერი და მოთ ეგ მაგანაც იმუშავა რა. რაც შეეხება ეგ ყველაფერი რა თქმა უნდა მულტიფაქტორულია, შეიძლება თიკა გამოწვეული იყოს, როგორც რეზიმ თქვა, ფსიქოლოგიური ფაქტორით, გენეტიკური ფაქტორით, ემოციური ფაქტორით და ასე შემდეგ, მაგრამ გააჩნია თქვა, როგორი გამოვლინებები ახასიათებს მას და აღშულიდან გამომდინარე, სწორედ გამოვლინებების საშუალებით უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. მოგვარების რამოდენიმე გზა არსებობს. პირველი შეიძლება ეს იყოს ფსიქოლოგიური მოგვარება, ანუ ფსიქოთერაპევტთან კონტაქტის შემთხვევაში, გასაუბრების შემთხვევაში ეს ყველაფერი თქვა და რამოდენიმე ვიზიტში ალაგდეს, მაგრამ არსებობს თქვა გარკვეული მედიკამენტური, რომელიც შემთხვევაშიდაც თქვა ფსიქოლოგიური გარემოება ამას არ წყვეტს, ანუ ჭირდება დახმარება მედიკამენტების საშუალებით. სწორედ ამ შემთხვევაში ხდება თქვა ამ გამოვლინების ლიკვიდირება, სრულად და ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, უმეტესწილად შესაძლებელია მოხდეს სრულად გათავისუფლება. დაახლოებით სტატისტიკის მიხედვით 85-90% შეიძლება მოხდეს ალაგება ამ სიმპტომატიკის, მაგრამ 10% რჩება, ანუ კომპლექსურად უნდა მივუდგეთ ამ ყველაფერს და ყველაზე გადამწყვეტი თქვა, რაც არის ამ ოვსიდის ლიკვიდაციის ფენომენში, ეს არის რომ თვითონ უნდა იყოს ადამიანი განწყობილი, რომ ან ფსიქოლოგთან კონტაქტი, ან ფსიქოლოგს პლუს მედიკამენტოზე, რომ თვითონ უნდა უნდოდეს ამ ყველაფრის დავიწყება.
ჩვენ ვართ ალბათ ის საზოგადოება, რომლებიც აი ესეთი ტიპის დისკომფორტებს არ ვაქცევთ ყურადღებას, სახელს არ ვარქმევთ და უბრალოდ ამასთან ერთად ცხოვრობ და ვიტანჯებით, ხო, რატომღაც ესია, რომ ნებისმიერი პრობლემა მეგობარმა უნდა მოგიყვაროს და ამისთვის არსებობენ ექიმები და რა ბედნიერება რომ არსებობს ასეთი ცოდნა ჩვენ ქვეყანაშიც, რომ თუ კი ტანჯავ და ესეთი შემაწუხებელი, რეგულარული, განმეორებადი რაღაცა ჩვევები დავარქვით ჩვენ ამას, რომელიც გიქმნით ნამდვილად დისკომფორტს, ნუ დაიტანჯავთ თავს და შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტს და მიიღოთ ის დახმარება, რომელსაც აღმოგიჩენთ, საკმაოდ დიდი ციფრი თქვით იმისა, რომ შეიძლება გათავისუფლდეთ ამისაგან, თუმცა არსებობს გიორგის შემთხვევები, როდესაც თვითონ თავისით ისწავლა როგორ მართოს ისინი და უკვე ისე მოიშინაურა და მოირგო, რომ აღარ უქმნის ისეთი დისკომფორტს, რომ ექიმთან მივიდეს, ხო? ავტორეგულაციით? ავტორეგულაციით. ასე რომ შეიძლება ორივე გზა გამოკადგეთ. მადლობა გიორგი, დიდი მადლობა, გაგუზიარე შენი პირადი გამოცდილება ამ ამბავზე.